გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენი ესპანური ენის ონლაინ კურსზე დამწყებთათვის. ამ გაკვეთილში ვისაუბრებ რამდენიმე ძალიან საჭირო ესპანურ ფრაზაზე, რათა შეიქმნათ ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ენაა ესპანური. დავიწყოთ ორი ძირითადი ფრაზით. პირველი, თუ გვინდა რომ ვინმეს მივესალმოთ, რა უნდა ვთქვათ? Hola, გამარჯობა. Hola. და თუ გვინდა რომ დავემშვიდობოთ, ვიტყვით Adiós. Adiós. თუ გვინდა ვუთხრათ ვინმეს გთხოვთ, გამოვიყენებთ ფრაზას por favor. Por favor. ორი სიტყვა. Por favor. წარმოიდგინეთ, რომ გსურთ მადლობის გადახდა. ვიტყვით gracias. Gracias. და თუ ვინმე გეტყვით gracias, ანუ მადლობას, თქვენ უპასუხებთ de nada. De nada. არაფრის. Gracias. De nada. თუ გვინდა ბოდიში მოვიხადოთ, ასე ვიტყვით Lo siento. Lo siento. წუხვარ, მაპატიეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ესპანურად გესაუბრება და გსურთ უთხრათ, რომ ვერ გაიგეთ. ვიტყვით No entiendo. No entiendo. ვერ ვიგებ. არ მესმის. ეს ფრაზები მარტივია და სამახსოვრებლად, ასე რომ გაიმეორეთ ჩემთან ერთად. Lo siento, no entiendo. ახლა თუ გსურთ ვთხოვოთ ვინმეს, რომ გაიმეოროს ან ილაპარაკოს უფრო ნელა, ვიტყვით Puede repetir más despacio? Puede repetir más despacio? წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბარში ან რესტორანში და გაინტერესებთ რაღაც კონკრეტული, რამაც მიიქცია თქვენი ყურადღება. იკითხეთ ¿Qué es esto? და მიუთითეთ საგანზე. ¿Qué es esto? რა არის ეს? და შემდეგ ისინი გიპასუხებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გაიგოთ სად არის კონკრეტული ადგილი. მაგალითად, ბარი ან რესტორანი. ვიტყვით ¿Dónde está? და შემდეგ ჩავამატებთ იმ ადგილის სახელს, რომლის მოძებნაც გსურს. მაგალითად, ¿Dónde está el restaurante? ან ¿Dónde está el banco? სად არის რესტორანი, სად არის ბანკი? ¿Dónde está? წარმოიდგინეთ, რომ გშიათ და გსურთ გამოხატოთ ეს სურვილი. ვიტყვით Quisiera comer algo. Quisiera comer algo. მინდა რაღაცის ჭამა. როდესაც შეკვეთას მივცემთ და ვიღებთ საკვებს ან სასმელს, მოგვიწევს გადახდა. ამისთვის ვიტყვით ¿Cuánto es? ¿Cuánto es? რამდენია? და შემდეგ გადავეხდით. იმედი მაქვს ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლო იყო და ივარჯიშებთ ამ მარტივ, მაგრამ ძალიან საჭირო ფრაზებზე. Adiós.